ჯერ კიდევ პასუხის მოსვლამდე ღმერთმა უკვე იცოდა ლოცვა, ჯერ კიდევ სასწაულის მოხდენამდე დრო უკვე მის ხელში იყო. სანამ ადამიანი შეძლებდა გაგებას, მან უკვე შექმნა სინათლე. სანამ თვალები შეძლებდნენ დანახვას, ცა უკვე იესოზე საუბრობდა. და მაშინაც, როცა ყველაფერი ჩუმად ჩანს, ღმერთი კვლავ მოქმედებს. სიჩუმე არ ნიშნავს არყოფნას, ღმერთი კვლავ აქ არის. უხილავშიც კი ის ჩემზე ზრუნავს. როცა გზას ვეღარ ხედავ, ის კვლავ მიხსნის გზას. შეუძლებლის ღმერთი არასოდეს აგვიანებს, არასოდეს მტოვებს მარტო. მან მოსეს წინ ზღვა გააფო, როცა გასასვლელი აღარ ჩანდა. გოლდიდან წყალი გადმოადინა იქ, სადაც შეუძლებელი იყო. სასაულები ახლაც ხდება, თუნდაც ჯერ ვერ ხედავდე. კარები სიჩუმეში იღება და ზეცა უკვე მოქმედებს, რადგან მიწის სიბნელეშიც კი თესლი კვლავ იზრდება. სიჩუმე არ ნიშნავს არყოფნას, ღმერთი კვლავ აქ არის. უხილავშიც კი ის ჩემზე ზრუნავს. როცა გზას ვეღარ ხედავ, ის კვლავ მიხსნის გზას. შეუძლებლის ღმერთი არასოდეს აგვიანებს, არასოდეს მტოვებს მარტო. პასუხები ზეციდან მოდის, ბორკილები მიწაზე ცვივა. აღთქმები უკვე მზადდება, თუნდაც სიბნელეში, რადგან ღმერთს არასოდეს სჭირდებოდა ის, რაც თვალით ჩანს. შეუძლებლის აღსასრულებლად. სიჩუმე არ ნიშნავს არყოფნას, ღმერთი კვლავ აქ არის. უხილავშიც კი ის ჩემზე ზრუნავს. და როცა ჩემი თვალები ვერ ხედავენ, ჩემი რწმენა მაინც აგრძელებს დაჯერებას. შეუძლებლის ღმერთი უკვე მოქმედებს, დიდი ხნით ადრე ვიდრე მე გავიგებ.